მთავარი მიზეზი თუ რატომ იქნები ცხოვრების ბოლომდე ღარიბი, რომც დღე და ღამე იმუშაო. ნახე, ყველა შენ გარშემო ბევრს მუშაობს, ძალიან ცდილობენ, მაგრამ რატომ დიდრდებიან მხოლოდ ერთეულები? დაგისვამ საკუთარი თავისთვის ეს კითხვა. 99% შემთხვევაში სიღარიბე არ გამომდინარეობს შენი ხელფასიდან. ყველაზე ხშირ შემთხვევაში შენი სიღარიბე გამომდინარეობს შენი აზროვნებიდან. ღარიბები მუდმივად ელოდებიან, რომ სახელმწიფო დაეხმარებათ. დიდრებმა კი იციან, რომ მხოლოდ ისინი არიან შედეგზე პასუხისგებელნი. ღარიბები იაფიან ნივთებს ყიდულობენ, შედეგად კი ზედმეტს ხარჯავენ. დიდრები დებენ ინვესტიციას საკუთარი უნარების განვითარებაში და ცხოვრების ბოლომდე იმკიან ხარისხს და ზრდას. ღარიბები მუდმივად დაკავებულნი არიან უსასრულო დავალებებით, დიდრები აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც აძლევთ შედეგს. ყველაზე დიდი უმეცრება ისაა, რომ ღარიბებს გონიათ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი ზის მხოლოდ და მხოლოდ შენს თავში. და კონტენტშიც იგივე ხდება. უმეტესობა იღებს ვიდეოებს და არანაირ მნიშვნელობას არ ენიჭებს ამ ვიდეოში რას ამბობს, როგორ იღებს, რაზე საუბრობს. თავარია ხომ ვიდეო დადო და მერე ამბობს, კონტენტი არ მუშაობს. არა, შენ უბრალოდ პოსტავ როგორც ღარიბი. დაწერა კომენტარებში, შენ რომელ აზროვნებას ანიჭებ უპირატესობას. ღარიბს თუ მდიდარს? ძალიან მაინტერესებს.